მეგობრებო, ალბათ შეამჩნევდით, რომ დღევანდელი გადაცემა ქუდის გარეშე გვაქვს. გადაცემის ქუდის გარეშე და ჩემი ქუდის გარეშე. რადგან ეს არის არაფერი სასაცილოს მე-10 საიუბილეო გამოშვება. ჩვენი დღევანდელი გადაცემა იქნება იმედზე. ოღონდ ორი გაგებით, ნამდვილ ქართულ იმედზე და რუსულ პროპაგანდისტულ TV იმედზე. დავიწყებ იმით, რომ ჩვენი წინა გადაცემა, რომელიც ეხებოდა TV იმედის გასართობი შოუების ნამდვილ მიზანს, YouTube-დან წაიშალა, რადგან TV იმედმა დაგვარეპორტა. აქ შეგვიძლია გავიხსენოთ ბატონი ბიძინას სიტყვები. ტოტალური სიცრუე, ყოველდღიურად ტვინის გამორიცხვა მიდის ამ სამი ტელევიზიიდან. თქვენ ნაკლებად რუსთავი 2 და იმედი მხოლოდ ამას ემსახურება. აქვე ინფორმაციად მოვაყოლებ, რომ რუსთავი 2-ის წამყვანმა ნათია ლაზიშვილმა 2024 წელს ხელფასის სახით თითქმის 200,000 ლარი აიღო. მე ეჭვი მაქვს ჩვენი წინა გადაცემის დაბლოკვის მიზეზი თუთიყუშის კოსტუმიანი იასუხიტაშვილი და რობომგელი გიამურღული არისო. გადაცემის მთავარი თემა ეხებოდა რას და სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესების გადაღების აკრძალვის ნამდვილ მიზეზებს. აი მოკლე მონაკვეთი ჩვენი წინა გადაცემიდან. გიორგი ახობაძის საქმის განხილვისას გამომძიებელი გრიგოლ კაჭკაჭიშვილი დემონსტრაციულად ითხოვს სკამს, გადაწვება და ისე ელაპარაკება ახობაძეს. არა მეგობრებო, ეს არ არის უბრალოდ დაღლილობა, ეს არის ძალაუფლების დემონსტრირება. ეს არის მესიჯი გიორგი ახობაძისთვის. შენ იქ შუშის კაბინაში ხარ, მე კი აქ კომფორტულად და მე ვწყვეტ, როგორ წარიმართება ეს პროცესი. და ამ კომფორტული პოზიციიდან ის წარმოთქვამს ფრაზას, რომელიც ამ სისტემის კრედოა. ბევრი რამე შეგვიძლია, წამებად შეგვიძლია, ადამიანის მოკლაც. წამებად შეგვიძლია, ადამიანის მოკლაც შეგვიძლია. და როცა ფსიქოლოგიური თამაშები არ კმარა, პროგრამაში ერთვება აკრობატიკა და ილუზიები. მაგალითად, სპეცრაზმელი შმაგი ჯაჭვაძე, რომელიც დარბაზში პირბადით შემოდის, რადგან გაციებულია. თან ამ ყველაფერთან ერთად კამერებს რომ თავი აარიდოს, უკუსვლით დადის. ხო ყველასთვისაა ცნობილი, რომ ვირუსები წინიდან გიტევენ, უკუსვლით როცა დადიხარ, იბნევიან. სპეცრაზმელების პირველ კურსზე გასწავლიან ასეთ ტექნიკას, უკუსვლას. სხვათა შორის პაპუაშვილმა ასეთი რამ განაცხადა სასამართლოზე ფოტო-ვიდეო გადაღებების აკრძალვის შესახებ. ხედავთ, რომ ვიზუალურადაც გამოსავალი ნახა მედიამ და შეხედე სხვა ქვეყნების გამოცდილებას და ჩანახატებსაც კი ვხედავთ ამ ბოლო პერიოდში. რაც პრინციპში სიმართლეა. ფოტო და ვიდეო უმნიშვნელოვანესი მასალაა, რადგან სიტყვიერად საათები შემიძლია გელაპარაკოთ, რამდენად არაფრისგან შეკოწიწებული საქმეებითაა დაკავებული მურუსიძის სასამართლო. გამყარებული მატყუარა მოწმეების სრულ ჩვენებებით. ან შემიძლია უბრალოდ ეს ვიდეო გაჩვენოთ, სადაც პოლიციელი გოგიტა ხარატიშვილი ამტკიცებს, რომ პატიმარი, რომელიც დარბაზში საერთოდ არ იმყოფება, დგას და უყურებს. შეგიძლიათ მიმითითოთ, რომ ელია ბატონი ვალერი. ახლა პირდაპირ დგას. ბატონო? აი დგას პირდაპირ. კარგით, მადლობთ. რომელი არის აბა ბრძანები? აი ეგ პირდაპირ მიყურებს. მიღებულია პასუხი. ეს იყო უკუდო არაფერი სასაცილოს პირველი 5 წუთი, რომელმაც მე ძალიან დამსტრესა. ახლა კი კუდი, გადაცემის კუდი ეთერში. ლიზა, მოდი ჩემთან. მოდი ჩემთან. მეგობრებო, აქვე უნდა ითქვას, რომ ჩვენი ლიზა დღეს გახდა 1 წლის. იულოთო, ტაში მეგობრებო, გთხოვთ, ტაში. ლიზასთან ჩვენ არ ვიგინებით არასდროს. რომ ცუდი სიტყვები არ აითვისოს. სხვათა შორის, ჩემს წაშლილ გადაცემასთან დაკავშირებითაც შემიძლია იმედის კადრების ჩანაცვლება ნახატებით. აი მაგალითად ჩემი ხედვით ასეთია გია მურღულია მგლის როლში. ასეთია მაია ბარათაშვილი მუხლუხოს როლში. კახა კალაძე სამარილეს როლში. კობახიძე რა თქმა უნდა იატაკის სტილოს როლში. მიხეილ ყაველაშვილი კი პრეზიდენტის როლში. ეს ბოლო სამი იმ გადაცემაში არ მონაწილეობდა, მაგრამ ხო იცი ხატვას რო იწყებ, მერე ფანტაზია მიკრის. ხო და რა ვიცი, ისევ თქვენი გადაღებული კადრები ჩვენება არ გერჩივნათ ამას. მაგრამ არა ბიჭო, ის უარესია. ის ვინ არის ის დეცია. აი ჯოხეთია ჩვენო. ჩვენი ეს კიდე რაღაცა გაკეთილშობილებულია მაგათთან შედა. აქვე უცებ ვიტყვი, რომ მეფე ნარიმან ბაგრატიონმა ხმა ამოიღო მეგობრებო. Dicen que era caso. ვაიმე, Gracias, yo les antes de
მადლობა. შენდა ქრისტე. დიდება. დება შენდა. იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, რომ ამ კაცმა ხმა ამოიღო, არის მისი მრევლის გამოხმაურება. დიდება ღმერთს, დაილოცო შენი სახელი და ასე შემდეგ. ზუსტად არ მახსოვს რეებს ამბობ. მადლობა. შენდა ქრისტე. დიდება. ბიძინაც ხომ ზუსტად ასე ეუბნება თავის ამომრჩეველს. ბილეთს გიყიდით, იმიტომ რომ აქ ვერ დაგასაქმებ, თუ გახსოვთ ეგ ინტერვიუ. გიყიდით ბილეთს და წადით და იმუშავეთ გერმანიაში. გააჯვით რა აქეთ. ამას ეუბნება. და ქართული ოცნების მხარდამჭერები ნაცვლად იმისა, რომ გაბრაზდნენ, მადლობას ეუბნებიან. იმ ერთმა საწყალივანიშვილზე უნდათ რომ ჩამოეკიდოს და მისცეს მილიონები. გაუმაგროთ, მაგრამ რაც საქართველოს გაუკეთა, ყვერებში ენაცვალოს მთელი მსოფლიო. აი, ეს თუ არ გაუშვა, შვილო და ამოჭრა. ისე ამ რამდენიმე დღეში სხვა ბევრი ისეთი საქმე მოხდა, რომლის დამალვან ხმაურით გადაფარვაც დასჭირდა ქართულ ოცნებას. აი მაგალითად ამ ვიდეოზე, რომელიც პროკურატურამ ონისე ცხადაძის საქმეს დაურთო, ცხადზე ცხადად ისმის სპეცრაზმელის ყვირილი. შეასხით, მოკალით. შეასხით, ხალხი მოკალით. შენით და შევეცი შეხება პატარანა ბიჭორო, შენ უნდა მოგიყანა. აი სწორედ ეს არის ზალადობისკენ მოწოდება. ანუ ის, რასაც პირიქით ედავებიან სინდისის პატიმრებს. მაგრამ მოხდა კიდევ ერთი რამე, რომელსაც წესით და რიგით უნდა მოყოლოდა ხმაური და ბრაზი. ქართულმა ოცნებამ არ დაუჭირა მხარი სირიის მიერ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარების გაუქმებას. აი ზუსტად ასე, როგორც გესმით. საქმე ისაა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია, სადაც წერია: ასამბლეა მოუწოდებს სირიის მთავრობას გააუქმოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. თუ ვინმე აკვირდება სირიის ახალ მთავრობაში მიმდინარე პროცესებს, ხადია რომ აი ზუსტად ახლა სწორი დიპლომატიით ნამდვილად რეალისტური იქნებოდა რომ ქვეყნების ხუთეული, რომელსაც აფხაზეთი და სამაჩაბლო ცალკე სახელმწიფოებად ყავს აღიარებული, ანუ რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ და სირია ქცეულიყო 4-ეულად. ხო და აი ამაზე ქოცებმა ჯერ თქვეს რომ მოვაწერეთ ხელიო. მერე კი პაპუაშვილმა სასწრაფოდ დააკონკრეტა. არც არაფერი არ მოგვიწერია. არაფერს ხარი არ დაუჭერია, რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი ცრუ და ასეთი დეзинფორმაცია იწერება რეზოლუციაში ჩვენ მხარდაჭერებს, თუმცა არ ვიცი რატომ ერჩიან ასე ქართველ ხალხს რა გაგვიკეთებია სიკეთის მეტი რომ ასე უნდა დააზიანონ ქართველი ხალხი. იმიტომ რომ ამავე დეკლარაციაში ქოცების გიჟური კანონების გაუქმება, პოლიტპატიმრების გამოშვება და სიტუაციის დეესკალაცია იყო ნახსენები. ხო და შეხედა ბიძინამ სასწორის ამ ორ პინას, სადაც ერთზე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ხოლო მეორეზე ქოცების ნაგლეჯ ნაძარც ვიდევს და თქვა: არა, ჩემი პარტიის კორუფცია ქვეყანაზე მაღლა უნდა იდგეს. ანუ თქვეს, რომ კი აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენია, მაგრამ მზია ამაღლობელი უფრო ჩვენია და ვერსად გავუშვებთ. თუ საქართველოში რამე არის კომისიაზე გამოსაძიებელი, როგორც ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, აი ესაა ნაღდი, უტყუარი. წყალი რო არ გაუვა ისეთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. მოკლედ, როგორც უკვე ერთხელ ვთქვით, დღეს გვაქვს მე-10 საიუბილეო გადაცემა. როცა გადავხედეთ ჩვენს ნამუშევარს, თქვენს კომენტარებს და განხილულ თემებს, აღმოვაჩინეთ, რომ ყველაზე ხშირად რა რეაქციაც რჩება მაყურებელს ჩვენი შემხედვარი, არის ვაიდე და რა გვეშველება. ამიტომაც დღევანდელი გადაცემის ძირითადი ნაწილი დაეთმობა იმედს, ნამდვილ იმედს. მაშ ასე, მე-10 ადგილი, რატომ უნდა ვიყოთ იმედიანად? რავი, რატო არა? დილით რომ გაიღვიძე, მზე ისევ ამოდიოდა, გრავიტაცია მუშაობდა, ფიზიკის კანონები პარლამენტ ჯერ არ შეუჩერებია სპეციალური დადგენილებით. დღევანდელ საქართველოში ეს უკვე სერიოზული წარმატებაა. ვაღიარებ დაბალი თამასაა, მაგრამ საიდანღაც ხომ უნდა დავიწყოთ. და სანამ მე-9 ადგილზე გადავალ, აქვე გულწრფელად ვიტყვი. მე-10-დან მე-5 ადგილის ჩათვლით სულ ეს ერთი მიზეზი მიწერია. ცადე დავძაბე გონება 1000 რამე ვიფიქრე, მაგრამ აბა ტყუილ დაპირებებს ხომ არ მოგცემდით. ჩვენ აქ სტანდარტები გვაქვს, კაცო. ამიტომ მოდი ამ 5 ადგილს გავაერთიანებ და პირდაპირ მე-5-დან დავიწყებ. მაგრამ დამიჯერეთ. ეს 5 რაც გვაქვს, ნამდვილად რკინა ბეტონია. ამათ წყალი კი არა, პროპაგანდის ცუნამიც ვერ გაუვა. მე-5 ადგილი ნომინაცია ავტოგოლი. როგორ ანადგურებს რუსეთი საკუთარ თავს? სანამ უშუალოდ ამ მიზეზზე გადავალ, მოდით დავფიქრდეთ.
რა არის ის ერთი ფუნდამენტური რამ, რაზეც დღეს ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების ძალაუფლება დგას? რა არის ის ბირთვი, რომლის გარშემოც ტრიალებს მთელი მათი პროპაგანდა, მთელი მათი პოლიტიკა? პასუხი მარტივია. რუსეთის საფრთხე. დანარჩენი ყველაფერი ამ ცენტრალური ბირთვის დეკორაცია. თავარი ნარატივი ეს არის. ხალხს ეშინია რუსეთის და შესაბამისად ითმენს ბიძინას და ეს შიში ბუნებრივიცა. რუსეთი ნამდვილად წარმოადგენს საფრთხეს. უბრალოდ იმ ქვეყნების სიაში, ვისთვისაც რუსეთი ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს, პირველ ადგილზე საქართველო და უკრაინა კი არა, თავად რუსეთია. და ამის საუკეთესო ილუსტრაცია იყო ის, რაც რამდენიმე კვირის წინ მოხდა. პეტერბურგში ჩატარდა ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმი, რომელსაც რა თქმა უნდა ესწრებოდა პუტინი. ეს ფორუმი, რომელიც ოდესღაც დასავლელი ინვესტორების და გლობალური ბიზნეს ელიტის თავშეყრის ადგილი იყო, ახლა უფრო სანქცირებული ქვეყნების და გარიყული რეჟიმების კლუბის შეხვედრას გავდა. Apple-ის და Google-ის წარმომადგენლების ნაცვლად დარბაზში თალიბანის დელეგაციას ეირნობდა. არ ვიცი თალიბანმა ეკონომიკურ ფორუმზე რა უნდა წარადგინოს პრეზენტაციის სახით, ან რა ვიცი რა უნდა თქვას გამოსვლის დროს. რაღაც ესეთი ალბათ. ერთი ძალიან მაგარი ბიზნეს იდეა გვაქვს. იმენა ბომბაა. და დაიციოს ყველაფერი, აერთი დაიციოს. თავარი სიტყვით რა თქმა უნდა პუტინი გამოვიდა და დადო ისეთი ფრაზები, როგორიცაა: რუსეთი დღეს ევროპაში ყველაზე დიდი ეკონომიკაა და რუსეთი არის ყველგან, სადაც რუსის ჯარისკაცის ჩექმა დადგმულა. Там, где ступает нога русского солдата, то наша. რა თქმა უნდა დარბაზიდან ვერავინ გაუბედა შეხსენება, რომ პირველი ნაწილი უბრალოდ ტყუილია, ხოლო რაც შეეხება მეორე ნაწილს, ბოლო რამდენიმე წელია, სადაც რუსი ჯარისკაცის ჩექმა დგება, როგორც წესი იქვე რჩება, ფეხთან და რამდენიმე სხვა მიმოფანტულ ნაწილთან ერთად. მაგრამ გაუბედეს სხვა რაღაცების შეპარებას. საქმე ისაა, რომ რუსულ პოლიტიკაში არსებობს ორი დიდი ფრაქცია: ტექნოკრატები და ძალოვანები, ანუ სილოვიკები. ამ ორ ფრაქციას აქვს პრინციპულად სხვადასხვა ინტერესები. სილოვიკებს ჭირდებათ მეტი ჭურვი, მეტი ტანკი, მეტი აი ეს რაღაცა, არ ვიცი რა ქვია, ან რაში იყენებენ. ხოლო ტექნოკრატებს ორი ინტერესი აქვთ. ერთი, რომ შეაჩერონ ინფლაცია და კადრების კრიზისი, ხოლო მეორე, როცა ამ ყველაფერს ვერ იზამენ, შემთხვევით ფანჯრიდან არ გადმოცვიდნენ. საქმე ისაა, რომ ბოლო 3 წელია რუსეთი პირდაპირი მნიშვნელობით წვავს საკუთარი ბიუჯეტის ფულს. ანუ აფინანსებს სამხედრო პროდუქციას, ჭურვებს, ტანკებს. მერე ეს ტანკები მიდის ომში და ნადგურდება. მაგ ტანკის გაკეთებაში გადახდილი მილიონები წითელ მოედანზე რო დაეყარათ და ცეცხლი წაეკიდათ, ზუსტად იგივე ეფექტია. უარესიც კი, კოცონზე ვინმე გათბებოდა მაინც, მაგალითად ლალი მოროშკინა. აბა რა, ჩრდილოეთის სიცივეების სახიფათოა. ისე ჩრდილოეთზე გამახსენდა გენო პეტრიაშვილის ბოლო ინტერვიუ. კარგეთ, ამდენი ძალიან მაგარი ახალგაზრდა გოგონები და ბიჭები დაესწრენ, ხო? ჩრდილოეთთან ბრძოლაში. აი, აკრძალული აქვთ რუსეთის ხსენება და რა გინდა რო ქნა? რომელ ჩრდილოეთს ვებრძოდით, გენო? თეთრ დათვებს უტევდით თუ სანტა-კლაუსს? შეიძლება გენო მიფიქრა, რომ სანტა-კლაუსის ელფებს ყურები ბერძნულ რომაული ჭიდაობისგან აქვთ დაგრეხილი და ბუნებრივ მეტოქეებად მიიქნევს. არ ვიცი, სხვა ახსნა არ მაქვს. ისე ოლიმპიადაზე ისე იბრძოლა, ყველას გვეგონა, რომ ფიზიკურ ძალასთან ერთად მენტალურადაც ძლიერი იყო ეს ბიჭი. მაგრამ სინამდვილეში სამწუხაროდ მხოლოდ ცარიელი კუნთი აღმოჩნდა, ისევე როგორც ის პარტია, რომელშიც ის არის. ქართული ოცნება დღეს მხოლოდ კუნთი და ფიზიკური ძალმომრეობაა. სადაც გენო ვახსენეთ, ლაშა ტალახაძესაც მინდა ვუთხრა კიდევ ერთხელ. შტანგას აწევა, მაგრამ სამშობლოს ღალატი სხვა სიმძიმეა, დაგჩუტყოს. ხო, მოსკოვში ჩასულებზე გამახსენდა, ერთი კვირის წინ დაიდო გადაცემა, სადაც მერსი სულხანიშვილი ჩადის მოსკოვში და ელაპარაკება რუსული აქცენტით მოსაუბრე ქართველებს. ამ გადაცემის კულმინაცია არის ინტერვიუ ირაკლი ფირცხალავასთან, რომელიც ჩივის რომ 4 წელი ცხოვრობდა აქ. მერე თურმე არ მოეწონა ეს ნაცისტური აზრი, რომელიც საქართველოშია და ეს რუსოფობია და ამიტომაც დაბრუნებულა მოსკოვში. მაგრამ იძულებული ვიყავი რომ დავბრუნდე ისე რუსეთში, იმიტომ რომ რამ გაიცვალა? არც მე არ მომეწონა ეს ნაციონალური, ნაცისტური აზრი, რომელიც ახლა სამწუხაროდ არის საქართველოში. რუსოფობია. აგერ პუტინის კარის მომღერალიც მიხვდა, რომ რუსეთუმეები საქართველოში ვერ დადიან ქუჩაში მშვიდად.
აიბარგა და წავიდა და ეს 20 დეპუტატები როდის მიხვდებით? აუ აქ ის ნაწილია ძალიან კაი, რომ მერსის ეუბნება, რომ აი შენ რო ჩახვალო ეხა საქართველოსში. ნახავ როგორ დახვდებიანო, იცის, ნაწვალები კაც. რომ შენ ხომ ქართველი ხარ? მე ქართველი ვარ, მაგრამ შენ შეგექმნა იგივე პრობლემა. ну ეხლა მე ვფიქრობ შენ შეგექმება როცა დაბრუნდები რუსეთის მერე. ეს თინა კანდელაკი გამხდარა. მერსი სულხანიშვილი ბაძავს როგორ ჩანს მეგობრებო? არ შეხედეთ მე არა? ხო, აი ეს არის დუბაის ესთეტიკა, კი ბატონო. ეს არის დუბაის ესთეტიკა. მინდიან ძალიან სწორად თქვა მეგობრებო. ის რომ გაგებს ხო? შეიხის კი, თან აი ცოტა ისეთი შეიხისთვის თვალთ რო აკლია, იმიტომ რომ ძალიან კარგი. მოკლედ ძალიან შორს წავედით და უბრუნდეთ ისევ რუსეთის კრიზისს. ამ ყველაფრის გამო რაკი საბიუჯეტო ფული ეკონომიკაში უწყვეტი ნაკადით შედის, რუსეთში სერიოზული ინფლაცია, საპროცენტო განაკვეთი კი მაღლა იწევს, რაც საბოლოოდ იწვევს სესხების დაუბრუნებლობას და აჩენს ბანკების მასიური გაკოტრების საფრთხეს. ანუ აი წარმოიდგინე, რაც სული სცენარია, რომ სესხს ვეღარ იხდი, წაგართმევენ ყველაფერს, გაბრაზებულზე იღებ ავტომატს და მიდიხარ ბანკის გასაძარცვად და იმათაც აღარ აქვთ ფული. Пиздецია. სწორედ амазе წუწუნებდა ყველა რუსი ტექნოკრატი პეტერბურგის ფორუმზე. Можно я не буду говорить о том, что я думаю. Потому что очень хочется дожить до следующего завтрака. აქ ეს კაცი სამთავრობო პარტიის წარმომადგენელი ასეთ რამეს ამბობს. არ მინდა ვთქვა მე რას ვფიქრობ. შემდეგ საუზმემდე ცოცხალი რომ დავრჩეო. ყველაზე საინტერესო მაინც ისაა, რომ ეს ყველაფერი პუტინის გამოსვლის შემდეგ ილაპარაკეს. რომელმაც როგორც ზემოთ ვახსენეთ, თქვა რომ ყველაფერი კარგადაა. ეს იყო ომის დასრულების კოლექტიური მუდარა, რომელსაც დიქტატორი ვერ ხედავს. ეს სიბრმავე გარეთაც ჩანს. რუსული სამყარო ჩვენს თვალწინ იშლება. აგერ სამეზობლოს შევხედოთ, სომხეთი ღია ტოვებს რუსულ სამხედრო ალიანსს. აზერბაიჯანი კი პროპაგანდისტულ ოფისებს ურბევს. და ამ ორივეზე რა იყო კრემლის პასუხი? მხოლოდ მარგარიტა სიმონიანის ყეფა და განცხადება, რომ აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაფუჭება არ უნდათ. ამას დავუმატოთ სრული ფიასკო ახლო აღმოსავლეთში, სადაც რუსეთმა ვერც ასადს უშველა და ვერც ირანს. ირანისადმი რუსეთის მხარდაჭერა დაახლოებით იცით როგორია. აი ცოტა დეპრესიული ფონი როცა მაქვს ხოლმე და ჩემი ზბაკაცი მეუბნება, აქ ჭირს მოიხოდე შეჭი. აი გარი რუსეთი და ირანი. ყველა ეკონომისტის შეფასებით რუსეთი ეკონომიკური და დემოგრაფიული თვითმკვლელობის გზას ადგას. უბრალოდ როცა მაგალითად ვეშაპი ნაპირზე გამოირიყავს თავს, ეგრევე მკვდარს არ ემსგავსება. ჯერ შიგნიდან ლპება დიდი ხანი და მერე უეცრად ერთ დღესაც თავის ზრება. ხო და არ ვიცი მე რუსეთის შემთხვევაში ეს თავის მოძრომა როგორი იქნება, მაგრამ ეგ რომ მოხდება, მე პირადად სუფრავს ვშლი და ყველას გეპატიჟებით. აბსოლუტურად. მეოთხე ადგილი. ნომინაცია ამერიკული მთები და რუსული რულეტკა. ახლა კი შემდეგი მიზეზი ოპტიმიზმისთვის. და ეს მიზეზი ერთი შეხედვით შეიძლება პარადოქსულად მოგეჩვენოთ. ეს არის ამერიკის ახალი ადმინისტრაცია. მოდი ერთი რამე ვაღიაროთ. ქოცებმა და რუსებმა, ანუ უბრალოდ რუსებმა, 2024 წელს სწორად გათვალეს, რომ ამერიკაში ტრამპი გაიმარჯვება. რაც დასაფასებელია, დაუფასოთ. მათი გათვლა ასეთი იყო. ტრამპი მოიგებს, ნატოს დაშლის, ევროპას ზურგს შეაქცევს და უკრაინას რუსეთს საჯიჯგრად მიუგდებს. ქართული ოცნება ალბათ უკვე შამპანიურებს ხსნიდა. სწორედ ამაზე ააგეს მთელი თავისი პოლიტიკური სტრატეგია ქოცებმა და კრემლმა. შეგეხოთ, ხო? ტრამპის מחვილი. ჯერ სათხარ. მაგრამ მათ ერთი რამ ვერ გათვალეს. ტრამპი როგორც პოლიტიკური მოვლენა არის კაუჩუკის ბურთი ბატუტზე. წინასწარ ვერასოდეს სიტყვი, რა მიმართულებით გადახტება და ვის მოხდება თვალში. მისი მეორე ვადა დაიწყო რადიკალურად ანტიუკრაინული და ანტიევროპული მესიჯებით. მაგრამ რამდენიც არ უნდა იხტუნაოს კაუჩუკის ბურთმა, ის ჰაერში არასოდეს რჩება. საბოლოოდ ის მაინც თავის ბუნებრივ ადგილს უბრუნდება. ტრამპის შემთხვევაში ეს ბუნებრივი ადგილი არის რეალობა. და ეს რეალობაა, რომ კგბ-შნიკური რუსეთი ვერასოდეს იქნება პროამერიკული. ხოლო ამერიკა ვერასოდეს იქნება პრორუსული. და ეს ტრამპის დამსახურებაც კი არ არის. პოლიტიკაში მოქმედებს ბევრად უფრო დიდი ძალა, ვიდრე პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები არიან.
ამ ძალას ქოცები ეძახიან deep states. ჩვენ კი ვეძახით ისტორიას. ქოცების და კრემლის ანალიზი კი ასეთი იყო. ტრამპს ზულს ევროპა, მოსწონს ძლიერი ლიდერები. პუტინი ძლიერია, შესაბამისად ტრამპი მას ევროპას აჩუქებს და ხურდაში საქართველოსაც. ეს არის ანალიზი, რომელსაც იღებ, როცა შენი ერთადერთი საინფორმაციო წყარო შენივე პროპაგანდაა. და თავიდან ასეთ ჩანდა. მაგრამ ბოლო კვირებში ტრამპის ადმინისტრაცია რეალობას შეეჯახა. თავად ტრამპი, რომელიც თვეების განმავლობაში პუტინს აქებდა, ახლა აცხადებს. ის გაგიჟდა, ჩვენ უკრაინას მეტ იარაღს ვუგზავნით. We're going to send some more weapons. We have to. They have to be able to defend themselves. პარალელურად სენატორი ლინსი გრემი პრეზიდენტისგან იღებს მწვანე შუქს დაიწყოს მუშაობა რუსეთის წინააღმდეგ გრძულების დამლეწავ სანქციებზე. მათ შორის 500%-იან ტარიფებზე მათთვის, ვინც რუსეთთან ვაჭრობს. ოცნებამ თავისი საგარეო პოლიტიკა ააგო იმ რწმენაზე, რომ ეს ბურთი ჰაერში დარჩებოდა, მაგრამ მათ დაავიწყდათ გრავიტაცია, მეგობრებო. ამერიკის ეროვნული ინტერესები ინსტიტუციური ძალაუფლების და პრეზიდენტის ეგოს გრავიტაცია, რომელსაც არ სურს მსოფლიოს სცენაზე სულელად გამოიყურებოდეს. ამიტომ ჩვენი მეოთხე მიზეზი ოპტიმიზმისთვის ამერიკული დემოკრატიის, დალოცვილი დემოკრატიის ინერცია. ის შეიძლება იყოს ქაოტური, ხმაურიანი, მაგრამ საბოლოოდ საკუთარ თავს ასწორებს. ამიტომაც დავარქვით ნომინაციას ამერიკული მთები და რუსული რულეტკა. პირველი ატრაქციონია, სადაც შეიძლება წნევა მაგიწიოს და გულიც აგერიოს, მაგრამ ბოლოს უსაფრთხოდ დგამ ფეხს მიწაზე. რუსულ რულეტკაში კი არჩევანი არ გაქვს, ან გაგიმართლებს, ან თავს იკლავ. უფრო სწორად როგორ არ გაქვს არჩევანი. შეგიძლია საერთოდ არ მიიღო მონაწილეობა და კალათბურთი ითამაშო, მაგრამ ამაზე ქოცებიდან მარტო ვიქტორ სანიკიძე თუ დათანხმდება. მე მგონი ჩემი ახსნა არ გჭირდებათ, რატომ არის რუსების მარცხი ქოცების მარცხიც. მაგრამ აგერ შალვა რამიშვილის არგუმენტი მაინც შეგვიძლია მოვისმინოთ. რუსეთის აქვს ეს თვისება, რომ ომი იციან და უკრაინას თვლიან საკუთარ ტერიტორიას და არც თუ ისე უსაბუძოდ მოძახავთ დაბერგეთვით. რატო არის უკრაინის დამარცხება, ჩვენი დამარცხება? უკრაინის დამარცხება არის ჩვენი გამარჯვება. არა. მეგობრებო, ალბათ შეამჩნევდით, რომ წითელი ღილაკი, რომელიც სულთან მაქვს ხოლმე აქ არ არის, წინა გადაცემაში რაღაცები მოხდა. ტრაკ. მაგრამ მე შალვას ამ გადაცემიდან ესე ვერ გავუშვებდი. ამიტომ მე მაქვს ის ხო გატყდა, მაგრამ მე მაქვს უფრო დიდი, უფრო მყარი, უფრო მედეგი, არ ვიცი რა. ცოტა პოტენციის რეკავრის კეცა. აი ესეთი რაღაც მაქვს, მეგობრებო. ამიტომ შალვას ჩვენგან აი ეს. მოუტყამ დედის ტრაკი. უკეთესი ხარის. ხმაც უკეთესი აქვს ხოთა შორის, ნახეთ? მოუტყამ დედის ტრაკი. კიდე რა აქვს უკეთესი? უკეთესი განათებაც აქვს. დედის ტრაკი. საერთოდ რა კარგი ფორმის არის თუ აკვირდებით? დედის ტრაკი. არ მოდუნდეთ, მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს ოპტიმისტურ ჰიტ-პარადს. ახლა კი ჩვენი ჰიტ-პარადის ბრინჯაოს მედალი. მესამე, მაგრამ ალბათ ყველაზე ფუნდამენტური მიზეზი ოპტიმიზმისთვის. ჩვენ უკვე დავსვით კითხვა, რა არის ის ერთი ფუნდამენტური რამ, რაზეც დღეს ქართული ოცნების ძალაუფლება დგას. და პასუხი ამაზე არის რუსეთი. უფრო სწორად, რუსეთის შიში. სოფლიოში ავტოკრატიები უხეშად ორ კატეგორიად იყოფა. პირველია რესურსული ავტოკრატია, ანუ შეიხის მოდელი. ესენი არიან მაგალითად აზერბაიჯანი ან ირანი. მათი ძალაუფლება მიწიდან, საკუთარი ნავთობიდან და გაზიდან მოდის. მეორეა პროქსი ავტოკრატია, ანუ მარიონეტის მოდელი. კლასიკური მაგალითია ბელარუსი, რომელიც არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი მას ენერგორესურსებს და უსაფრთხოების გარანტიებს აძლევს. პუტინი ონკანს გადაუკეტავს და ლუკაშენკოს რეჟიმიც კოლაფს განიცდის. და რა მოდელს გვიმზადებს ჩვენ ბიძინა? რა თქმა უნდა, ბელარუსოს. კრემლის კეთილ ნებაზე სრულიად დამოკიდებულ პროქსი ავტოკრატიას, მაგრამ აქ მას დიდი პრობლემა აქვს. საქართველოს ეკონომიკა არ არის ბელარუსის ეკონომიკა. ჩვენი ეკონომიკის 15%-ზე მეტი დამოკიდებულია საცალო ვაჭრობაზე, ტრანზიტზე, იმპორტ-ექსპორტსა და ძალიან ბევრ მეორად მანქანაზე. მოთხოვნა ხომ გერმანულ მანქანებზეა და არა ტაჯიკურზე, სადაც კობახიძე პაპუაშვილი დარბიან ხშირად ხოთაშორის. ამიტომ რადგან ბელარუსული ეკონომიკური მოდელი ჩვენთან განწირულია, ოცნება რჩება ერთადერთი იარაღი, შიში.
რუსეთი ქართველების თვალში მუდამ უძლეველ გველეშაპად უნდა გამოიყურებოდეს, რადგან სწორედ ამ შიშზე დგას ბიძინას მთელი ტახტი. მაგრამ ეს ტახტიც რყევებს განიცდის. და ეს რყევები ყველაზე კარგად ჩანს იმაში, რასაც შეიძლება უწოდოთ ქოცების შიდა წმენდები. ანუ როცა სისტემა საკუთარი შვილების ჭამას იწყებს. ახლა კი სპილო ოთახში. თორნიკე რიჟვაძის დაჭრის საქმე. ოფიციალური ვერსია მექსიკურ სერიალს გავს. რიჟვაძე თვითმკვლელობას ცდილობს და ტოვებს წერილს, რომელიც სასწაულებრივად ხვდება არა გამომძიებლის, არამედ მედდის ხელში და ექსპერტიზამდე პირდაპირ იმედის ეთერში. ამ ვერსიის იმდენად არავის ჯერა, რომ თავად გია ვოლსკიმაც კი ეჭვი შეიტანა. ცოტა დავილოთ გამოძიებას. ხო, ეჭვი მეპარება. მაგრამ მე გიამ სხვათა შორის ეს ვერსია უარყო, იმიტომ რომ შეიძლება გაიზიარებინა არაფერი სასაცილო გავუშვით დიხარ. არაოფიციალური ვერსია, ანუ სავარაუდოდ სიმართლე კი შიდა გარჩევებია. ბიძინა, რომელსაც მილიარდების დაბრუნების იმედი აღარ აქვს, 90-იანი წლების რეკეტს უბრუნდება და ყოფილ მაღალჩინოსნებს რიჟვაძეს, ლილუაშვილს, უკვე დაკავებულ მიქაუტაძეს მოპარული ფულის დაბრუნებას თხოვს. პარტიის ახალი სლოგანია ფული დააბრუნეთ, ბიჭო. ამ პანიკის საუკეთესო ილუსტრაციაა ბათუმელი ჩინოვნიკი ასლან ლორთქიფანიძე, რომელმაც რიჟვაძის დაჭერის მეორე დღეს Facebook-იდან მათი ყველა ერთობლივი ფოტო წაშალა. საშუალო ანუ რა გამოჩნდა ამით, რომ საშუალო სტატისტიკური ქოცი ისე ექცევა თავის უფროსებს, ყოფილ უფროსებს, როგორც შენს ყოფილებს. შლი ფოტოებს ბლოკავს სოციალური ქსელებიდან და როცა გეკითხებიან როგორ არის ის გოგო რა შვება, ეუბნენ, არ ვიცი, აზია. მე ესე არ შვები არასდროს, მეგობრებო. მე ჩემ ყველა ყოფილთან მაქვს ძალიან ფანტასტიკური, ყველა ძალიან მიყვარს. იმიტომ რომ მე კარგი ადამიანი ვარ. ამაშია საქმე. ხუმრობას რო გავიშვათ, კი არა და ისევ ხუმრობას რო დაუბრუნდეთ. ესა ქოცური ძმობის ნამდვილი სახე. კონტრაქტშივე ეწერათ. რორამე არ მიცნობ. და რატომ არის ეს სრული პანიკა ქოცებში? იმიტომ რომ მათ იციან, რამდენიც გინდა ზარქუა იფოფხრებოდეს, ჭირივით ეშინიათ სანქციების. საიდან ვიცით? იქიდან რომ ოცნებამ უკვე გადაყარა თავისი სანქცირებული ჩინოვნიკების 77%. ხო და ეს დაახლოებით იმას გავს, საფრთხეში მყოფი ხვლიკი კუც რო იძრობს და თავად ქვის ქვეშ ცდილობს შეძრომას. და ბიზნესს კი ძალიან გრძელი კუდი აქვს, რო იცოდეთ. კიდე ბევრი დარჩა მოსაზრები. ოღონდ აქვე დავაზუსტებ, რომ თორნიკე რიჟვაძე რა თქმა უნდა გადარჩეს. სამართლებრივ სახელმწიფოში პასუხისმგებლობა დგება სასამართლოში. მთელი ერის წინაშე და არა ბიძინას ბანდიტურ რაზბორკებზე. ასე რომ ჩვენი მესამე მიზეზი ოპტიმიზმისთვის ესაა. ბიძინას რეჟიმი დგას ტყუილზე. თითქოს რუსეთი უძლეველია, დასავლეთი გულგრილი, ხოლო პარტია ერთიანი. სინამდვილეში კი რუსეთი სუსტდება, დასავლეთი კი ხედავს განსხვავებას ქართულ ხალხსა და ქართულ ოცნებას შორის. ხოლო ქოცებში არეულობაა და აი აქედან გადავდივართ ვერცხლის მედალზე. მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი ნომინაცია ხალხის მდინარე. შესაძლოა ყველაზე მთავარი მიზეზი ოპტიმიზმისთვის. ეს არ არის გეოპოლიტიკური მოვლენა ან ეკონომიკური ტენდენცია. ეს არის რაღაც ბევრად უფრო ძლიერი. ეს არის ქართული საზოგადოების და იმ ადამიანების გაუტეხელი სული, რომლებსაც დღეს ჩვენ სინდისის პატიმრებს ვუწოდებთ. წინა გადაცემას სწორედ მათ მიუძღვენი და არ ვაჭარბებ, როცა ვამბობ, რომ ამ თითოეულ ადამიანზე შეიძლება ცალკე სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება. აი უბრალოდ უნდა გეცადა, რომ ისეთი ხალხი შეგეკრიბა, როგორც ქართულმა ოცნებამ შეკრიბა და ერთად დააპატიმრა. ექიმი გიორგი ახობაძე, რომელზეც თავად ქოცებიც კი აღიარებენ, რომ უამრავი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა. ჯანუარ ჩაია, რომელიც 17 წლის ასაკში აფხაზეთის ომში იბრძოდა და ჭრილობებით დაბრუნდა. ირაკლი ქერაშვილი, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი. ამ მოვლენებამდე რომ დაგუგლო, ამოგიგდებს 2023 წლის პოსტს, სადაც წერია, რომ 18 წლიდან სისხლის უანგარო დონორია და ამის გამო 79 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას დაეხმარა და ასე შემდეგ. აი მართლა რაღაცნაირი ნიჭია რა, 200,000 მონაწილეს შორის უშუალოდ ასეთი ხალხი იპოვო და დააპატიმრო. თუმცა შეიძლება არც არის უცნაური, რადგან როგორც იცით, იშვიათ და ძვირფას სოკოებს
ტრიუფელებს ყველაზე კარგად ღორები პოულობენ. ან ამას შეიძლება მეორე უფრო ლოგიკური მიზეზი ჰქონდეს, რომ ვინც საქართველოში მართლა მნიშვნელოვან კეთილსინდისიერ და ღირსეულ საქმეს აკეთებს, მას უბრალოდ ფიზიკურად აღარ აქვს ქოცების ატანა და შესაბამისად ის აუცილებლად აქციაზე დგას. ეუთოს დეკლარაციები და სენატის დებატები ქველმოქმედება არ არის. ეს არის პასუხი იმ ბრძოლაზე, რომელიც თბილისის ქუჩებში და სასამართლო დარბაზებში მიმდინარეობს. და აი, სწორედ ეს არის იმედის ყველაზე დიდი საფუძველი. არაფერია იმხელა ძალის მომცემი, როგორც იმისი ცოდნა, რომ შენ იმ მხარეს დგახარ, სადაც დგას შენი ქვეყნის ყველაზე განათლებული, ყველაზე პატიოსანი და ყველაზე ძლიერი ნაწილი. და ჩვენი ჰიტპარადი დასასრულს მიუახლოვდა მეგობრებო. პირველი ადგილი და ოქროს მედალი. ნომერ პირველი მიზეზი ოპტიმიზმისთვის. ჩვენ ვისაუბრეთ რუსეთის იმპერიის ბზარებზე, ჩვენი რეჟიმის სისუსტეზე, ამერიკის არაპროგნოზირებად, მაგრამ გარდაუვალ პოლიტიკაზე და ჩვენი პოლიტპატიმრების გაუტეხელ სულზე. მაგრამ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში არის შედეგი რაღაც ბევრად უფრო ფუნდამენტურის. ნომერ პირველი მიზეზი ოპტიმიზმისთვის დღევანდელ საქართველოში არ არის პოლიტიკოსი, არ არის უცხოელი პარტნიორი, არ არის ეკონომიკური ტენდენცია. ნომერ პირველი მიზეზი ხარ შენ, რაც არ უნდა პათეტიკურად ჟღერდეს. ადამიანი, რომელიც ახლა ამას უყურებს, შენ ვინც გვერდი აუარე იმედის გადაცემებს, ტვინის დამშლელ TikTok ტრენდებს, სელებრიტების ჭორებს და ჩართე გადაცემა, რომელსაც სათაურად ჰქონდა მიზეზები იმედისთვის. უიმედობა კომფორტია, ჩამოყრი ხელებს და მორჩა, ხოლო იმედი არის პასუხისმგებლობა, რომ პატარა ნაღვერდალიც კი გააღვიო. თუ აზიარებ არ ვიცი რაღაცა სტატიას, კამათობ არასწორად ინფორმირებულ ნათესავთან, უხსნი მეგობარს თუ რატომ არის ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი. ხარ იმ უზარმაზარი, უხილავი ქსელის ნაწილი, რომელსაც ქვია ადამიანები, რომლებსაც სამშობლო ფეხზე არ კიდიათ. მთელი ეს მრავალმილიონიანი პროპაგანდისტული მანქანა თავისი ტელევიზიებით, ტროლებით, დაქირავებული ექსპერტებით, კრემლი, მთელი სახელმწიფო აპარატი, პოლიცია, სასამართლო, რა ვიცი, ბიუროკრატია. ეს ყველაფერი შექმნილია ერთადერთი მიზნის მისაღწევად. შენი სიჩუმისთვის, შენი აპათიისთვის, მაგრამ შენ ამას ყოველდღიურად უძლებ, არ ტყდები. და ეს უკვე დიდი გამარჯვება. წინააღმდეგობის ყოველი აქტი, რაც არ უნდა პატარა იყოს ის, ერთი პოსტი, ერთი საუბარი, ერთი გაზიარებული ვიდეო, ერთი აქციაზე გასვლა, არის ბზარი მათ ფუნდამენტში. შეუძლიათ აკონტროლონ ტელევიზია, მაგრამ ისინი ვერ აკონტროლებენ იმას, რაც ხდება შენს გონებასა და გულში. ნამდვილი ძალა უკვე აქ არის. ეს არის იმის ცოდნა, რომ ჩვენ ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს, ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ადამიანებთან ერთად. ასე რომ, როცა იმედს დაკარგავ, გაიხსენე ეს. შენ ხარ რეჟიმის ყველაზე დიდი შიში, შენ ხარ მიზეზი, რის გამოც ჩვენს პატიმრებს ისევ აქვთ იმედი, შენ ხარ მიზეზი, რის გამოც ამ ქვეყანას ისევ აქვს მომავალი. შენ ხარ ოქროს მედალი. ეს იყო გადაცემა არაფერი სასაცილო. მომავალ კვირას შევხვდებით. ნახვამდის.